ყოველთვის კადრს მიღმა ვიყავი. სხვა ადამიანების ისტორიის შექმნით ვიყავი დაკავებული, მაგრამ სადღაც შიგნით გულში ყოველთვის ქონდა იმის სურვილი, რომ ერთ დღეს ჩემი ისტორიის მოყოლაც დამეწყო. და აი ეს დღეც. ეს ჩემი პირველი ვიდეოა. არ მაქვს სცენარი, არ მაქვს დიდი სიტყვები. უბრალოდ ვდგავარ და ვიწყებ. შეიძლება არ იყოს ეს იდეალური, მაგრამ იქნება ჩემი და იქნება ნამდვილი. მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი მობრძანება YouTube სამყაროში. მოგესალმებით იმათ, ვისაც YouTube-ის ბათონები გაქვთ, ვისაც არ გაქვთ, ვინც ჩემნაირად ახალ შემოსულები და ახალბედები ხართ და წარმატებებს გისურვებთ ყველას მოკლედ. პირველი YouTube ვიდეოსთვის გადავწყვიტე, რომ ჩამოსულიყავი აჭარაში და მეჩვენებინა ის თუ სად შეიძლება დაისვენოთ, სად შეიძლება ჭამოთ ნამდვილი, კარგი, გემრიელი აჭარული ხაჭაპური, რა ადგილები შეიძლება მოინახულოს ადამიანმა ბათუმში ჩამოსვლისას ახლო-მახლო და არ გადაახვიოთ, ბოლომდე უყურეთ და ისე ამოვნეთ. სანამ უშუალოდ ბათუმის აღმოჩენას დავიწყებდეთ, აუცილებელია ვნახოთ ჩვენი სასტუმრო, სადაც გავატარებთ მომდევნო 2 დღეს. წავედით. ამ ვიდეოში ჩემი მასპინძელი სასტუმრო გრანდერია, რომელიც 5 ვარსკვლავიანია. ალბათ გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ოთახი, მოდით ერთად დავათვალიეროთ. სასტუმროს გარე ფასადის გადაღებაზე, როდესაც გადავედი და დრონი აუშვი, უეცრად წავიკითხე ეს. და მივხვდი, რომ ნამდვილი თავგადასავალი სწორედ ეხლა იწყებოდა. ამასობაში დრონი გაქრა, აეროპორტთან ვიყავი, შეზღუდული ზონა იყო და არ ვიცი, გაითიშა და ვერ პოვლობ და ეხლა გავდივარო ვეძებოთ. ვერ გამოდის ყველაფერი თავიდანვე, როგორც დაგეგმილი მქონდა ისე. პირველივე საათებში დავკარგე დრონი სასტუმროს გადაღების დროს და ვეღარ ვაგრძელებ გადაღებას. საბოლოო ფრენის წერტილს კი ზუსტად ამ ტერიტორიას მაჩვენებდა. ვეძებდი ყველგან, სახურავზე, მანქანის ქვეშ მიმდებარე ტერიტორიაზე, გამლელებსაც კი ვკითხე, ხომ არ დაგინახია თქო, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო ვარიანტი რაც არის დრონის მოსაძებნად არის ის, რომ ეხლა დამიკავშირდნენ მოპირდაპირე კორპუსიდან და მითხრეს, რომ თუ გონიაო, რომ აქ იქნებაო დრონი რომელიმე სტუმრის აივანზეო, გადმოდიოდა ყველა ოთახი შევამოწმოთ სათავოდ. აი ესე გვერდში მიდგანა და ეხლა გადავდივარ მეც, რომ შევამოწმოთ ყველა ნომერი მათთან ერთად. თქვენს წაგიყვანთ და გათვალიერებთ. რამაც იმებს. აქ კი უკვე შემდეგ პრობლემას წავაწყდით. როდესაც გავიგე, რომ ამ კორპუსში მოსახლეობა 90% რუსეთის მოქალაქეებით იყო სავსე, გადავწყვიტე, რომ დავიხმარო სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი. თან მე თვითონაც არ მქონდა სურვილი, რომ რუსულად მესაუბრა. სამწუხაროდ ამ ადამიანის სახლში არ აღმოჩნდა, თუმცა ძებნას მაინც არ ვიშვებოდით. როგორ არაღებენ? 24-25 სართული არ არის. البربوة تغلق دبيشي اجري زخيس وتقاربي كده. الأبواب تغلق. وعليكم السلام. წარუმატებელი კაკუნების შემდგომ კი გამოჩნდა ეს ქალბატონი, რომელსაც ჩვენი დახმარება მოუნდა და გაგვიღო ის კარები, რომელიც იმ მომენტში დაკეტილი იყო. თუმცა სამწუხაროდ ჩემი დრონი არც იმ აივანზე დაგხვდა. ძალიან ცუდად ისახებოდა ეს ყველაფერი ჩემს ხასიათზე, აღარც YouTube-ის კეთება მინდოდა და სამწუხაროდ ყველანაირი იმედი ქრებოდა. თუმცა ამ გადაწურული იმედის ბოლოს კი ჩდება ერთი ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მის მეზობელ აივანზე ჩანს რაღაც, მე მგონი ეს არის ის, რასაც მე ვეძებ და მაჩვენებს ამას. მოკლედ მეგობრებო, აი ამ კაცმა show us picture. ამ კაცმა იპოვა ფოტოთი, მან ნახებს ეხა ჩემ დრონს და აი აქ ხედავ როგორ გდია დრონი აქეთ ელემენტი აქეთ და ეს არის ეხა წავალთ ვიპოვით. აი ეს არის ლეგენდა. ესეც ასე. დრონი ნაპოვნია. მე-18 სართულზე შეფრენილი აეროპორტის სიხშირით ჩამოგდებული ჩემი დრონი მელოდებოდა ესე მარტოსულად და ეულად. თუმცა ეს ყველაფერი ამით არ მორჩა. სახლის მეპატრონე, სადაც ჩემი დრონი ეგდო, იმ მომენტში სახლში არ იმყოფებოდა. დრონი ვიპოვეთ, 40 წუთში მოვა იმ სახლის მეპატრონევის აივანზეც მოხვდა შემთხვევით და
გავაგრძელებთ იმედია რომ შვიდობიანად გადაღებას. დიდი იმედი მაქვს რომ არაფერი არ ჭირს დრონს და შვიდობით ჩავასრულებთ ამ გადაღებას და მოგზაურობას. შენობა ანახე რა. შენობა რა შენობა. აი ეს თლიანად ფეხით მოვიარეთ. თითო სართული ჩამოვყევით. თითო სართული. A few moments later. ეს ციტრას ნიშნავს? ცოცხალია. პელი. აბა, ნოკო, გავტესოთ. დავარდნის შედეგად დრონს დაუზიან და სტაბილიზაცია. თუმცა არა უშავს. დრონი მთავარია ნაპოვნია. ალბათ უკვე ნახავდით დრონის საგამოძიებო კადრებს, თუ როგორ ვიპოვეთ, რა მდგომარეობაში. აი აქ პატარა წანატეხი აქვს გიმბალთან, მაგრამ ეშველება, გაკეთდება, არ არის პრობლემა. ბევრი ფიქრის მერე თუ რა შეიძლებოდა მენახა ბათუმთან ახლოს და გადამეღო ისეთი ადგილი, რაც ჯერჯერობით არავის YouTube-არზე არ ყოფილა და არავის არსად არ გამოუჩენია. აღმოჩნდა ბანანების ტყე. თქვენს გიკვირთ ალბათ ხო? ბანანების ტყე, სად არის, როგორია, რანაირია. მეც მაინტერესებს, ამიტომ წავედით. მოვედით დანიშნულების ადგილას თითქმის და სადაც მანქანა ვეღარ მოდიოდა, იქიდან გვიწევს რომ ფეხით გამოვუყვეთ ახლა გზას. რა მაგარი ხმებია უბრალოდ ნახეთ. ასწორებს. პალმებთან ერთად ნოკოც გაიზარდა. მეგობრებო, მოვედი იმ ადგილას, რასაც პალმების და ბანანების ტყეს ეძახიან. ეს ადგილი არის შუქურა. ესე იცნობენ ამ ადგილს. ხო და რო არ მოგატყუოთ ახლა, მე აქ უკვე ნამყოფი ვარ. უბრალოდ. აი აქ იყო ძალიან ლამაზი ტბა, რომელიც რაღაც მომენტში ტოვებდა ბალის კუნძულზე, რაც ხდება იმ ასოციაციას და ძალიან ლამაზი ადგილი იყო მოკლედ რა და ძალიან გული დამწყდა ახლა რა რავი რა გითხრათ, ნაკადულებით მოედინება წყალი. ეს ბურთიც ტივტივებდა შუაში ტბაში. აი სახლის ძალიან ლამაზად იყო არეკლილი ტბაზე და ხო დღეს ესეთი რეალობა შეგვხვდა რომ აქაურობა დამშრალია. დით რაღაც ველოდებით გავაგრძელოთ ჩვენი სეირნობა შუქურაში და ბანანების ჯუნგლებში და გავალთ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ადგილას ახლა, სადაც თუ გაგვიმართლებს, ალბათ მატარებელიც გაივლის, თუ გაგვიმართლებს და რაღაც საინტერესო კადრებსაც გადავიღებთ. ერთ შეხედვით როგორი ლამაზი ადგილია, ხო? ტუალეტია. და ცოტა ყარს. ნახეთ როგორი ადგილია რა, სიმწვანე. ხეებისგან მოწყობილი პატარა დასაჯდომი მაგით, აი იდეალურობას რაც აკლია, ხო ხვდებით რაც არის. შამპურები მწვადი იქით-აქეთ რაღაცა ღვინო, პური, ქართული სალათა, გლეხურად რო იტყვიან ხოლმე. წავედი რა, ხორც მე არ ავჭამ, არც არის. გავაგრძელებ ისე მწვანილების ჭამას. ჩემი ვეგეტარიანელი კარგიც. Say what you wanna say to me now. I wanna wake up with you in the morning. Show me there's nothing fake to me now. I wanna wake up with you in the morning. Say what you wanna say to me now. ვარ მოგატყუოთ მეგობრებო. ცოტა იმედ გაცრუებული ვარ აქაურობაზე. ცოტა სხვა მოლოდინები მქონდა. აქ რომ მოვდიოდი, იმიტომ რომ ბოლოს როცა ვიყავი აქ პატარა ტბაც იყო. ლამაზ-ლამაზი დეკორაციებიც იყო და სამწუხაროდ აღარც ის ლამაზი დეკორაციები არის, აღარც ტბა არის. მიწევს რომ აქაურობის დათვალიერება გავაგრძელო უბრალოდ შეძლების დაგვარად ამწვანებულ ბანანების ტყეში. და თუ რატო შეძლების დაგვარად? იმიტომ რომ ჯერჯერობით არ არის სეზონი ბათუმში, დაახლოებით აგვისტო-სექტემბერში უფრო ამწვანებული და გალამაზებული იქნება აქაურობა და მე მგონი და ვფიქრობ რომ რაღაცნაირად იმ დეკორაციებსაც და იმ ტბასაც ეშველება და ისევ ისეთი აქტიური და ტურისტულად სავსე იქნება აქაურობა როგორც მაქვს ნანახი. მაგრამ რას ვიზავთ? ვაგრძელებთ სეირნობას და დევერეკით. ნახოთ რა ხდება წინ. წავით. I wanna wake up with you in the morning. Show me იმისთვის რომ ჩანდეს რა მიჭირავს, ძალიან გთხოვთ, შემეხმიანოთ. არ არის აუცილებელი წითელი მიჭიროს, არც ლურჯი არის პრობლემა, არც ცოტა სხვანაირი ფორმის ბოთლი არის პრობლემა. შემეხმიანეთ, რა ვიცი და ბოლო-ბოლო გამოჩნდება აქ რაც არის რა, აღარ ვივლი ესე. გავაგრძელეთ გზაი. გავაგრძელეთ. ეს კი სწორედ ის ბილიკია, რომელსაც გაყავხარ ულამაზეს სანაპიროზე, ულამაზეს ხედებზე და პატარა საყვარელ ჩანჩქერთან.
ერთადერთი რაც მინდა გითხრათ, ვინც აქ მოხვალთ, არის ის, რომ აი სისუფთავე რაც აქ დაგხვდებათ, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ და არ დააგვიანოთ აქ. ვინ აგვიანებს, ვინ არ აგვიანებს და დააგვიანო. აი ესეთი თავხედი ბაყაყები მე ჩემ ცხოვრებაში ნანახი არ ამყავს. კი არ გაცდიან ლაპარაკს. როცა იწყებს ლაპარაკს, მაშინ იწყებენ ესენი ყაყანს, ყიყინს. ხო, მოკლედ, აქაურობა იქნება ტურისტებით გატენილი. ასე რომ, თუ არ გინდა ამ ტურისტებით გატენილ შუქურაში მოხვდე, ცოტა ადრე დაგეგმე შენი მოგზაურობა ბათუმში და აუცილებლად ეწვია ამ ადგილს. წავედით ახლა თვითმფრინავის დაჯდომას მივუსწროთ გზის ჩასვლაზე და ერთი სიტყვა დავტოვოთ შეჯამებითი ბათუმზე. გავეშურეთ აეროპორტისკენ. ღამდება, წავედით. ძალიან ძნელია განმოსვლა. იმიტომ რომ კინაღამ ჩამივარდა ფეხი. აი ეს ხავსიანი ხე რო არის, ძალიან სრიალებს რა და. მე ხო იცით როგორი ექსტრემალური ადამიანი ვარ, აი ესეთ სირთულებს ვეჭიდები სულ. დედა, ვიცი რომ დამიწეს სადა დიოდიო, ჩამოსულიყავიო, რადო შენი მანძრომიალი იყო, მაგრამ მე ხო იცი როგორ მიყვარს ესეთი სირთულეები და აუ მოვეჭიდე ეს დამიცავს გონიაო. აი ხლა მოვდიოდით და მომავალ გზაზე გავარკვიეთ, რომ ტბა ზუსტად 10 დღეში დაიწყებს ადიდებას და აქაურობა უფრო გამწვანდება, გალამაზდება და სავარაუდოდ კი არა, აუცილებლად უნდა ვეწვიო კიდევ აქაურობას და ის განახოთ რის გამოც ვიყავი აქ მოსული. არა უშევს. უკეთესი კადრები იქნება წინ. აქაც გამოვიარე, როგორც ხედავთ, არც აქ არ არის ჩემი ბედი, არც აქ დამხტა წყალი, მაგრამ კიბე არის. It's okay. მოკლედ, ზაფხულში აქაურობაც აივსება, გალამაზდება უფრო, მართალია თუ არ ვიცი, მაგრამ იმედი არ დავიხჩობი. რაღაც არ დამფარავს რა. რას არ დამფარავს? როგორც იცით, ზღვა და აუზი ადამიანს აშიებს რა, ხო და ეგრე ვარ მე ბუნებაზეც რა, როცა მთაში დავდივარ ან სადმე ეგეთ ადგილას, მაგრამ მშივდება ხოლმე რა, ხო და ავიდეთ ახლა და არ გიჯიგრული, აქაური, აჭარული, ხაჭაპური შევიზილოთ რა. შენ ხოქშია? ოპერატორსაც შია. Let's go. შემოვედი ახლა საჭმელად, შევუყვეთე უკვე აჭარული ხაჭაპური დაახლოებით უკვე 15-10 წუთია ველოდები და ერთადერთი რაც არ მიყვარს ხოლმე არის ის რომ აი საჭმელამდე მოვაქვთ ხოლმე დასალევი რა. ეხლა ამას დავლევ. მე რაღა მივაყოლო. მე კიდე უნდა შევუყვეთო? აი არის ძალიან ცუდი მარკეტინგი. კაი. რაც შეეხება გარემოს. შვენიერი გარემოა. ვითვალისწინებ იმასაც რომ ბევრი ხალხი არის და ამიტომ იგვიანებს ალბათ ჩემი შეყვეთა, თუმცა რა გახდა? ერთი აჭარული ხაჭაპური მაქვს შეყვეთილი, მეტი კი არაფერი. აუცილებლად განახებთ როგორ გამოიყურება, რამდენი კვერცხი აქვს, რამდენი კარაქი აქვს, ცომ გამოცლია თუ ცომიანია და ერთი გემრიელად მე ამოვწელოთ ყველი რა. თუ ყველი ამოიწელა, ეს იმას ნიშნავს, რომ კერძი შემდგარია. თუ არა და არ ცოდნიათ ამ აჭარულის კეთება რა. ბევრი რო აღარ მოგაწყინოთ თავი, ეხლა გავაჩენ აი აქ საჭმელს უყურეთ. 1, 2 და 3. ხედავთ, სად იყო გია ფარადაშვილი, მე რაღაცებს ვაქრობდი და ვაჩენი. კარაქი ამდენიც არ მithოვია რომ არ მოგატყუოთ, ნამეტად დიდია მე მგონი. ეხლა ამას მე ყველაფერს ავზილავ, კარგად გემრიელად. ეს გადაიღია ზეულის კადრი რა, კარგად რა. არ ვიცი. რატო არ იწელება, ყველი ვერ გავიგე. რაღაცა ბევრ რაღაცაში არ გავიმართლა აქ ამ მოგზაურობაში რა. დრონი დავკარგე, ტბა დამშრალი დამხვდა, ხაჭაპურში ყველი არ დამხვდა, არ ვიცი, რა დავაშავ ვერ გავიგე. ნახოთ მაინც გემო იქნებ, გემო ჯობია ყველსაო. თუ როგორც არის. ეს ჯიგრულად ჩაუწვევ, იქნება ამეიწელება, აი მეიწელება, არ მეიწელება. ავიდა ბა. აჭარულ ხაჭაპურს
10-დან დაუწერდი აქ 8-ს. 7.5-8. დავაკლებდი ხულას, იმიტომ რომ ოდნავ მეტი კარაქი ქონდა ჩემთვის. არ იყო ის ყველი, რაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ გემრიელესი ფუნთუშაა. კარგ დონემდე არის გამომცხვარი. ის ყველი, რაც არის გემრიელია უდაოდ, ვერ დაუკარგავ, ფას უბრალოდ აი მე მიყვარს ხო იცით რომელი მომენტი ესე რო იწელება რა ყველი რა, ანუ მაინც მეგრელი კაცი ვარ ეხა და ელარჯის ამოწელვა და რაღაცა მიყვარს რა. ძალიან მეწყინა რომ არ ამოვიდა რა ყველი ისე როგორც საჭირო იყო. ვიტყვი რომ შემდგარი კერძია. შეაშვებ მოგიტანე საჭმელი. არ მოუტანეს, ხელს მიქნევს. გამარჯობა. მაგრამ მიყურე მაშინ ეხა როგორ ჭამ ჩემო ძმაო. რასაკეთე? ხა დაიხადო და გამოვაჩინა ხო იცი. რა უნდა უკნა. ჭიქის ზომად შეცვალოთ, ძალიან გიხოთ. ამ რესტორანში შეიძლება დარჩა. აი აჭამა რა. საათი რომელია? 7 ხდება. ბიჭო, თვითფრინავზე მოგვიანეთ. საათი ხელზე მიკეთია, შეიძლება გეკითხები. დავედით. მოვედით როგორც იქნა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მზის ჩასვლა იდეალურად ერწყმის, როგორც დავხედე გარლიქს თვითფრინავის დაждდომას და ალბათ ერთი შანსი რო გაქვს ადამიანს, ხო იცით ცხოვრებაში, რომ სწორად უნდა გამოიყენოთ. ზუსტად ეგ მომენტი არის ახლა რა. ერთი დაждდომა, ერთი მზის ჩასვლა, ერთი იდეალური კადრი. ეს არის დღეს ჩვენი დავალება. ნახოთ როგორ გამოგვივა. რაც შეეხება ჩემ გარჩევებს, თუ აქ ამ სანახაობისთვის მოსვლა გინდათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ 9 საათით ადრე მაინც მოხვიდეთ, იმისთვის რომ აიღოთ იდეალური ლოკაცია ფოტოს და ვიდეოს გადასაღებად. იმიტომ რომ აქაურობას ეხლა რო ვუყურებ, იმდენი ტურისტი ყავს გარშემო მოცული, რომ აი ძალიან ნემსის ყუნცაც ვერ ჩააგდებ ცოტა ხანში ალბათ რა. ხარია მე პირადად რომ აი ესეთი ადგილი საქართველოში, ბათუმში ხელმისაწვდომი არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც მსგავსი სანახაობა უყვარს, ესეთი რომანტიული განწყობის შექმნა უნდა. რა ვიცი, იდეალური ადგილი არის ამისთვის და ბევრი რო აღარ ვილაპარაკო ეხლა, დრო ავიღოთ შესაფერისი ადგილი და დავალოდოთ თვითფრინავის დაждდომას, რომელიც დაახლოებით 10 წუთში დაიწყებს დაშვებას და ერთად უყუროთ ამ ყველაფერს. ოპა, დაინახე! მოკლედ ესეთი ამბებია რა. ახლა კი ნამდვილად ვხედავ თეთრ წერტილს, რომელიც მოემართება ჩვენკენ და დრო ავირჩიოთ საუკეთესო წერტილი იმისთვის, რომ კარგად გადავიღოთ თვითფრინავის დაждდომა. მზად ხარ? Let's go! Hola, ¿qué tal? Vengo a saldar las deudas con mi existir. ნახეთ რა მაგარია! El dolor y el temor firmen pactos de alquimia con nuestro vivir. ესეც ასე. დღევანდელი დღეც მიიწურა. მზეც ჩადის და ჩემი ვიდეოც დასასრულს უახლოვდება. ამ ვიდეოთი კი იმის თქმა მინდოდა, რომ არასდროს რაღაცაზე ხელი არ ჩაიქნიოთ. ყოველთვის იბრძოლეთ მიზნისთვის და იმ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. როგორც მე დრონს მივაღწიე და ჩემს პირველ YouTube ვიდეოს. ესეთი გამოვიდა ჩემი პირველი YouTube ვიდეო. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ პრობლემას წავაწყდი, ვფიქრობ, რომ საინტერესო ვიდეო გამოვიდა და ხო, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, იქვე პატარა კომენტარსაც თუ დამიწერთ, გამიხარდება და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. თუ სად შეხვდებით ერთმანეთს, არ ვიცი. ან თაში იქნება, ან ბარში იქნება, ან სხვა ქვეყანაში შეიძლება იყოს. არ ვიცი, დაწერეთ. თქვენი რა მიდის? ჩემი მიდის, მე მივდივარ. თქვენ სახში ხართ თბილად, უყურებთ ვიდეოს. მაგრამ ამ დღეში კიდე სითბო გინდა თქვენ? ცოტა გაგრილდით. წავედით.